დელავერის ნიუკასლის საჰაერო ძალების ბაზაზე ღამე თბილი და ნოტიო იყო. ასაფრენ ბილიგზე განლაგებულ საბრძოლო თვითმფრინავების ლითონის გარს ცხელი ამინდი ეკვროდა. 1952 წელს პილოტების რუტინული მომზადების ფარგლებში ავიაციის 152 გამონადგურებული ესკადრილიის ლეიტენანტი უილიამ პატერსონი ფრენის ხაზთან ახლოს დაფრინავდა. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ თუ საბჭოთა ბომბდამშენები შუა ატლანტიკის რეგიონს მიუახლოვდებოდნენ, ამერიკული შენტევების ძრავები მუდამ გამთბარი, ხოლო მფრინავები მუდმივად ფხიზლად ყოფილიყვნენ. ხოდა დაფრინავდა ლეიტენანტი, როცა უცებ მფრინავის რადიოში ბრძანება გაისმა. გადაიჭირეთ უცნობი ობიექტები, რომლებიც თეთრი სახლისა და პენტაგონის გარშემო დაფრინავენ. როგორც ირკვეოდა, ვაშინგტონის ეროვნულ აეროპორტსა და ენდრიუსის ავიაბაზაზე რადარის ეკრანები უცნობი სამიზნეებით იყო სავსე. ობიექტებით, რომელთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა და რომლებიც აკრძალულ საჰაერო სივრცეში შეჭრილიყვნენ. იმ პერიოდში ამერიკელები მუდმივად ცისკენ იყურებოდნენ. ეს გასაგები იყო, რადგან წითელი ანუ კომუნისტური საფრთხის გამო შიში მძინვარებდა. კორეის ომი კიდევ 1 წლით განხანგრძლივდა და საბჭოთა კავშირის მხრიდან დაბომბვის საფრთხე რეალურად იგრძნობოდა. ამავდროულად ქვეყანაში უცხოპლანეტელების დანახვის პიკი იყო. იმ წელს რეკორდულად ბევრი ადამიანი ამტკიცებდა, რომ უცხოპლანეტელები ნახეს. ამას ემატებოდა ერთი კვირით ადრე მომხდარი მსგავსი ფაქტი. რადარის ოპერატორებმა და სამოქალაქო ავიაციის პილოტებმა დედაქალაქის თავზე, იგულისხმობა რა თქმა უნდა ამერიკის დედაქალაქი, უცნობი ობიექტები დააფიქსირეს. ისინი ისეთი მანევრებით მოძრაობდნენ, როგორც მოძრაობა არც ერთ ცნობილ თვითმფრინავს არ შეეძლო. ამ ვიდეოში სწორედ ამ ისტორიას გაგაცნობთ და ერთად გავარკვევთ, რა მოხდა იმ საღამოს ვაშინგტონში. მანამდე კი გამოიწერე არხი და მოიწონე ეს ვიდეო. 1952 წლის 26 ივლისის ზღვიან ღამით პატერსონმა და მისმა კოლეგამ კაპიტანმა ჯონ მაკჰიუგომ საძახისებით შირლი რედ 1 და შირლი რედ 2 თავიანთი F-94 ტიპის გამანადგურებლები ხმაურით ააფრინეს ნესტიან სიბნელეში და სამხრეთისკენ გაემართნენ. როგორც ერთი კვირით ადრე მომხდარი ინციდენტის დროს, ვაშინგტონის აეროპორტის დისპეჩერები რადარზე უცნობ სამიზნეებს საათების განმავლობაში აკვირდებოდნენ. სამიზნეები 160 კილომეტრიან არეალში გამოჩნდებოდნენ, ჩერდებოდნენ, ქრებოდნენ და კვლავ გამოჩნდებოდნენ. ვაშინგტონის დისპეჩერები ენდრიუსის ბაზაზე კოლეგებს დაუკავშირდნენ. გაირკვა, რომ ისინიც იგივე ობიექტებს აკვირდებოდნენ. პატერსონი, რომელიც 7 კილომეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, ეროვნულ აეროპორტთან პირველი მივიდა. დისპეჩერებმა ენდრიუსის ბაზის მიმდებარედ საფრენი აპარატების ჯგუფისკენ მიუთითეს. პატერსონის წინ ღამე ბნელი და მძიმე იყო. ხოლო ხელსაწყოების სუსტი ნათება და ჰორიზონტის კონტური უჩვენებდა გზას. უცებ მის წინ დაახლოებით 16 კილომეტრის მანძილზე დაუდნავ ზემოთ 4 კაშკაშა ნათება გამოჩნდა, მაგრამ ისინი ჩვეულებრივი თვითმფრინავის ნათებასავით არ ციმციმებდნენ და არ ერხეოდნენ. ისინი თითქოს ადგილზე იყვნენ გაჩერებული. პატერსონმა დისპეჩერებს ეს ყველაფერი შეატყობინა და მაქსიმალური სიჩქარით წავიდა ობიექტებისკენ. მისი გამანადგურებელი თითქმის 1000 კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარდა. დისპეჩერებმა ობიექტების პასუხი რადარზე რეალურ დროში დაინახეს. როგორც ისინი მანევრირებდნენ ცაში, ასე არც ერთ დედამიწისეულ თვითმფრინავს არ შეეძლო. ისინი სწრაფად იცვლიდნენ მიმართულებას, ჰაერში ჩერდებოდნენ, აკეთებდნენ მკვეთრ 90 გრადუსიან მოხვეებს და წარმოუდგენელი სისწრაფით გამოჩნდებოდნენ და გაქრებოდნენ. სანამ პატერსონი მათ მიუახლოვდებოდა, ნათებები დაშორდნენ ერთმანეთს და მისკენ დაიწყეს მოძრაობა. კოშკში რადარის ეკრანებზე ჩანდა, როგორ შემოეხვევნენ სამიზნეები გარს პატერსონის პოზიციას. კაბინაში შირლი რედ 1 დამაბრუნებელმა სინათლე მოიცვა. პატერსონმა რაციით აშკარად შეშფოთებული ხმით გადასცა, რომ ისინი მისკენ მოდიოდნენ და რა უნდა გაეკეთებინა მფრინავს. კორეის ომის ვეტერანი პატერსონი დისპეჩერებს შესატევად ფაქტიურად ნებართვას თხოვდა. პასუხი არ იყო. კოშკში შეკრებილი დისპეჩერები და სამხედრო ხელმძღვანელები გაოგნებული დადუმდნენ. ერთი წამით პატერსონი მარტო დარჩა მის გარშემო მბრუნავ ნათებებთან. შემდეგ კი ისინი როგორც გამოჩნდნენ, ისევე სიბნელეში გაუჩინარდნენ. რამდენიმე წამში რადარიდანაც გაქრნენ. პატერსონი იმ ახალ სამიზნეებისკენ გაგზავნეს, რომლებიც ვაშინგტონის საჰაერო სივრცეში მოძრაობდნენ, მაგრამ სანამ პეტერსონი იქ მივიდოდა, ყველა მათგანი გაქრა. თითქმის 1 საათიანი ინტენსიური ფრენის შემდეგ პეტერსონს თვითმფრინავში საწვავი გამოელია და ბაზაზე დაბრუნდა. მაკჰიუგო, რომელიც სხვა სექტორში იყო გაგზავნილი, მალევე ნიუკასლში პატერსონს შეუერთდა.
ორივე მფრინავი ამტკიცებდა, რომ მათ მეტალის ობიექტები ნახეს. ერთი კვირით ადრე 19 ივლისს ეროვნული აეროპორტის დისპეჩერებმა რამდენიმე უცნობი ნიშნული დააფიქსირეს, რაც დაადასტურა ენდრიუსის ბაზამ, ბოლინგის ავიაბაზამ და ერთმა სამოქალაქო პილოტმაც, რომელმაც განაცხადა, რომ კაშკაშა ნათებები მის სამგზავრო თვითმფრინავს მიყვებოდა. მთავრობის მიერ შექმნილი უცხოპლანეტელების კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა კაპიტანმა ედუარდ რუპელტმა პირველად მაშინ გაიგო, რომ მფრინავი ობიექტები ვაშინგტონში დაბრუნდნენ, როცა 26 ივლისის ღამით დეიტონში საკუთარ სახლში ჟურნალისტმა დაურეკა და კითხა, რას აპირებდა საჰაერო ძალები. რუპელტმა უპასუხა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა საერთოდ რას აკეთებდა საჰაერო ძალები. პენტაგონში დაარეკვის შემდეგ რუპელტმა სამხედრო ოფიცრები გამოძიებისთვის გაგზავნა. საზღვაო ძალების რადარების სპეციალისტი ლეიტენანტი ჰოლკომბი და მაიორი ფურნე ეროვნული აეროპორტის საკონტროლო კოშკისკენ გაემართნენ. იქ მათ რადარის იგივე ოპერატორები დახვდათ, რომლებიც ერთი კვირის წინ აკვირდებოდნენ უცნობ ნიშნულებს. ამჯერად ეკრანებზე 10-ზე მეტი სამიზნე ჩანდა. ისინი მთელ რეგიონში დააფიქსირეს, ჩრდილოეთ ვირჯინიიდან ენდრიუსის ბაზამდე. ამჯერად ოფიცრებმა საკუთარი თვალით იხილეს, როგორ მისდევდა იმ ღამით იდუმალ მფრინავ ობიექტებს რამდენიმე გამონადგურებელი, მათ შორის პეტერსონის თვითმფრინავიც. ჰოლკომბმა და ფურნემ, როგორც წინაზე, კვლავ განიხილეს ტემპერატურული ინვერსიის შესაძლებლობა. კოშკში ისინი საათების განმავლობაში აკვირდებოდნენ სამიზნებს და ესაუბრებოდნენ დისპეჩერებს. ჰოლკომბმა, როგორც რადარის სპეციალისტმა, აეროპორტის მეტეოცენტრთან გადაამოწმა და დაადასტურა, რომ სუსტი ინვერსია მართლაც არსებობდა, თუმცა მიაჩნდა, რომ ის საკმარისად ძლიერი არ იყო ასეთი დამაჯერებელი რადარული ნიშნულების შესაქმნელად. მოგვიანებით ფურნემ რუპელტს აცნობა, კოშკში არავის ჯეროდა, რომ ვაშინგტონის მოვლენები ამით უკავშირდებოდა. მფრინავები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ მათ დაინახეს ამ უცნობი მეტალის მყარი ობიექტები. ორშაბათ დილით რუპელტი ვაშინგტონში ჩავიდა და აღმოაჩინა, რომ თითქმის ყველა წამყვანი გაზეთი მფრინავი თევზების შესახებ სათაურებით იყო სავსე. საჰაერო ძალები მოქალაქეებისგან წერილებითა და ზარებით გაივსო. ხალხი ინფორმაციას ითხოვდა. პენტაგონი სპეკულაციების შახშობას და პრესის იგნორირებას ცდილობდა, მაგრამ გაზეთები ვაშინგტონზე პანიკურ სათაურებს ვეждავდნენ და უცხოპლანეტელების შესახებ ჭორებს აქვეყნებდნენ. თვით ალბერტ აინშტაინმაც კი გამოთქვა თავისი აზრი. ვაშინგტონის Times Herald-ის ცნობით 1952 წლის 30 ივლისს აინშტაინმა განაცხადა, რომ ადამიანებმა ნამდვილად რაღაც დაინახეს, თუმცა რა იყო ეს, აინშტაინმა არ იცოდა და არც აინტერესებდა. ვაშინგტონზე ახალი დეტალების გასაგებად საზოგადოების სურვილი იმდენად გაიზარდა, რომ გაზეთების პირველ გვერდებზე 1952 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და საფრთხის ოლიმპიადასაც კი ნაკლები ადგილი დაეთმო, ვიდრე უცხოპლანეტელების თემას. ეს თემა მანამდე უკვე ისედაც ძალიან პოპულარული იყო და 1952 წლისთვის უკვე ეროვნულ აკვიატებად იქცა. მოგვიანებით რუპელტმა აღმოაჩინა, რომ მხოლოდ 6 თვეში ამ უცნობ მფრინავ ობიექტებზე 158 მსხვილმა გაზეთმა 16000-ზე მეტი სტატია გამოაქვეყნა. ამ აჟიოტაჟში მფრინავი პატერსონიც კი ჩაერთო და მეორე დილითვე ჟურნალისტებს თავისი ისტორია მოუყვა. მისი თქმით, მან რამდენიმე კაშკაშა ნათება დაინახა და მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური სიჩქარით მიფრინავდა, მათ მაინც ვერ ეწეოდა. საზოგადოებას მალე თავად თეთრი სახლი შეუერთდა და პასუხები მოითხოვა. პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის საჰაერო ძალების მრჩეველმა ბრიგადის გენერალმა რობერტ ლენდრიმ ედუარდ რუპელტს დაურეკა და კითხა, რას ფიქრობდა იმაზე, რაც რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონის თავზე დაფრინავდა. რადგან გამოძიება ჯერ დასრულებული არ იყო, რუპელტს მხოლოდ თეორიების შეთავაზება შეეძლო. იმავე დღის მეორე ნახევარში საჰაერო ძალების დაზვერვის ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა ჯონ სემფორდმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი და ხანგრძლივი პრესკონფერენცია მოიწვია. სემფორდი რუპელტთან და დაზვერვის სხვა ოფიცრებთან ერთად პენტაგონის დარბაზში გამოვიდა და განაცხადა, რომ დაახლოებით 50-50-ზე შანსი არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონის რადარზე ობიექტები ტემპერატურული ინვერსიით იყო გამოწვეული. ერთ საათზე მეტ ხანს იგი თავს ოსტატურად არიდებდა ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვებს და უარყოფდა როგორც ინფორმაციის დამალოს, ისე მტრული მხარის სადაზვერვო შეჭრის ვარიანტს. აღსანიშნავია, რომ ჰოლკომბი და ფურნე სამხედრო პირები, რომელმაც კოშკში საკუთარი თვალით ნახეს რადარის მონაცემები, პრესკონფერენციას არ დასწრებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ საბოლოო განმარტება რეალურად არ გაუციათ, საჰაერო ძალების წარმომადგენლების თავდაჯერებულმა ტონმა პრესა დროებით დაამშვიდა. სათაურები კითხვას უყვებოდა, რომ თითქოს უცნობი ნიშნულები უბრალოდ ამინდის ეფექტი იყო. თუმცა რა მოხდა იმ საღამოს ამერიკაში სინამდვილეში? შემდგომმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 1952 წლის ზაფხულში ვაშინგტონში ტემპერატურული ინვერსიები თითქმის ყოველ ღამე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, აუხსნელი რადარული ნიშნულები მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში დააფიქსირეს. რუპელტმა ისიც გაარკვია, რომ ზოგიერთი მფრინავი ფიქრობდა, თითქოს ნანახი ნათებები ანარეკლები იყო. გამომძიებლებიც იმ ვარიანტს უჭერდნენ მხარს, მანამ სანამ რადარის ოპერატორებს არ გაესაუბრნენ.
დირექტორმა გაიხსენა, რომ ისინი იყვნენ გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც კარგად არჩევდნენ მოჩვენებით სიგნალს რეალური სწრაფად მოძრავი ობიექტის. ამ ორი უქმი დღის განმავლობაში სამმა მაღალი დონის სტრუქტურამ ერთსა და იმავე სამიზნეს მიაკვლია და ისინი რეალურად მიიჩნია. საბოლოოდ, ვაშინგტონის თავზე დაფიქსირებული მოვლენები საჰაერო ძალების პროგრამა Project Blue Book-ის არქივებში ოფიციალურად უცნობებად ჩაიწერა. 70 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ათეულობით კოორდინირებული რადარული ნიშნულისა და იმ კაშკაშა მანევრირებადი ნათებების ზუსტი მიზეზი, რომლებიც პილოტებმა საკუთარი თვალით ნახეს, დღემდე დადგენილი არ არის. მათი კლასიფიკაციაც არ შესრულა. თვით ამ უცნობი მფრინავი ობიექტების მკვლევარებშიც კი არ არსებობს ერთიანი აზრი იმაზე, თუ რა მოხდა 1952 წლის ივლისში. პროგრამამ Project Blue Book-მა 1957 წლიდან 1969 წლამდე 12618 შესაძლო უცხოპლანეტური აღწერა გამოიკვლია, მათგან 701 დღემდე ამ უცნობად რჩება, მათ შორის ის ობიექტებიც, რომლებიც 1952 წლის ივლისში ვაშინგტონის თავზე დაფრინავდნენ. საჰაერო ძალების განცხადებით, მათ არ უნახავთ მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ უცნობი მოვლენები თანამედროვე მეცნიერების ფარგლებს მიღმა არსებულ ტექნოლოგიებს უკავშირდებოდა, ან რომ ისინი უცხოპლანეტური ობიექტი იყო. დღეს უცნობი ანომალიური ფენომენების ოფიციალურ კვლევას All Domain Anomaly Resolution Office აწარმოებს, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტის ფარგლებში 2022 წელს შეიქმნა. ოფისი იკვლევს და აგროვებს მონაცემებს, აქვეყნებს ინფორმაციას და 10 წლების განმავლობაში დაგროვებულ მონაცემებს აანალიზებს, რათა დაადგინოს მიუთითებს თუ არა თანამედროვე ანგარიშები რაიმე პოტენციურ უცხოპლანეტურ ანომალიებზე. ისტორიული ანგარიშების თანამედროვე სამეცნიერო ცოდნითა და მონაცემებით გადახედვა საშუალებას იძლევა ძველ საქმეებში სიმართლე ვეძებოთ. მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ პეტერსონს ნამდვილად ჯეროდა, რომ იქ რეალური ობიექტები იყო, მაგრამ ის დაბნეულობა და გაურკვევლობა, რაც მას ჰქონდა, ალბათ ძალიან ძლიერი იქნებოდა. 2025 წელს Americans for Safe Aerospace-მა რეკორდული წელი დააფიქსირა 700-ზე მეტი უცნობი ანომალიური ფენომენების ანგარიშით. მაშინ როცა 2024 წელს ის რიცხვი 300-ს ოდნავ აღემატებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმატორები იმ მოვლენებში პოტენციურ საფრთხეებს ხედავენ, სკეპტიკოსები ხშირად მარტივ ახსნებზე ამახვილებენ ყურადღებას. ამინზე, დრონებზე, გამომართავ რადარზე და ეჭქვეშ აყენებენ უცხო ქვეყნების ან უცხოპლანეტური ინტელექტის ვარიანტებს. ამ ეტაპზე კი საჰაერო ძალებში, რომელთაც 2 ათწლეული დახარჯეს მსგავსი შემთხვევების შესწავლაზე, ამბობენ, რომ ვინც აუხსნელ ობიექტს შეამჩნევს, უბრალოდ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს უნდა დაუკავშირდეს. ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით ინტერესი საზოგადოებაში ძალიან დიდია და ალბათ ამიტომაც რამდენიმე დღის წინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან სამთავრობო უწყებებს დაავალა გამოაქვეყნონ ფაილები, რომლებიც დაკავშირებულია უცხოპლანეტელებთან, ამ უცნობ მფრინავ ობიექტებთან და ნებისმიერ სხვა ინფორმაციასთან, რომელიც დაკავშირებულია ამ უაღრესად რთულ, მაგრამ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან. მაშასე მეგობრებო, 70 წელზე მეტი გავიდა იმ ღამიდან, როცა ვაშინგტონის ცაზე გამოჩნდა რაღაც, რასაც დღემდე ვერავინ დაარქვა სახელი. იმ საქმეში ჩაერთო სამხედროები, მეცნიერები, პოლიტიკოსები და თვით ისეთი ადამიანები, როგორც იყო ალბერტ აინშტაინი, მაგრამ მთავარი კითხვა ისევ ღიად რჩება, რა დაინახეს პილოტებმა 1952 წლის ივლისში. რა მოძრაობდა ვაშინგტონის თავზე, იყო თუ არა ეს ბუნებრივი მოვლენა, თუ იყო უცნობი ტექნოლოგია. და სწორედ ამიტომ ის ამერიკის ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად რჩება. ახლა კი მინდა შენ კითხო, შენ რას ფიქრობ? რა შეიძლებოდა ყოფილიყო ის ობიექტები? შენი ვარიანტი დაწერე კომენტარებში. ხოლო თუ მოგეწონა ეს ისტორია და გინდა მეტი ასეთი რეალურ ჩანაწერებზე დაფუძნებული თემები, დაალაიქე ეს ვიდეო, აჩვენე მეგობრებს და გამოიწერე არხი. დიდი მადლობა.